გამარჯობა. Აი მე ჩამოვედი ბრატისლავაში. ბრატისლავა სლოვაკეთის დედაქალაქია, მაგრამ მე აქ ავსტრიის დედაქალაქ ვილნიდან ავტობუსით დაახლოებით 1 საათში ჩამოვედი. ავტობუსის გაჩერებიდან ფეხით მივედი სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების ხიდამდე, რომელზეც ამ კონსტრუქციის გამო მფრინავი თებშის ხიდსაც ეძახიან. ხიდი საკმაოდ გრძელია, თუმცა მასზე ფეხით გასეირნება დამღლელი სულაც არაა. ძალიან ლამაზი ხედები იშლება მდინარე დუნაიზე, რომელიც ყველაზე გრძელი მდინარეა მთელ ევროკავშირში. ძველ ქალაქში ლამაზი და ვიწრო ქუჩებია, ფერადი და საყვარელი სახლები. აქ ადრე მერია იყო, ახლა კი მუზეუმია. ეს კი მიქაელის კარიბჭეა, ერთ-ერთი უძველესი შენობა მთელ ბრატისლავაში, მაგრამ სარემონტო სამუშაოების გამო კოშკში შესვლა და დათვალიერება ვერ მოვახერხებ. მიქაელის კარიბჭესთან საქართველოს დროშა ფრიალებს, რადგან იქვეა ჩვენი ქვეყნის საელჩო სლოვაკეთში. აქ კი ქალაქის მთავარი მოედანია, რომლის ცენტრშიც ეს უძველესი შადრევალია. გაჩვენებთ აი ესეთ ლამაზ ძეგლს. ძველ ქალაქში ბევრი სახალისო ქანდაკება ვნახე, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მომეწონა. აი მოვედი იქ სადაც მინდოდა, ვნახე კანალიზაციიდან აღმოსული კაცი და აი ესია. ძველი ქალაქიდან გეზი ბრატისლავას ციხესიმაგრისკენ ავიღე. აღმართ ფეხით ბევრი ვიარე, მაგრამ ღირდა. დიდი ასასვლელი იყო და გავდა თაწმინდის მთას და ნახე ძალიან ბევრი ლამაზი შენობა და რამდენიმე კოშკი დგას. ციხესიმაგრიდან ქალაქისა და მდინარის ულამაზესი ხედები იშლება. ცოტა დავიღალე და თან მომშივდა კიდეც, ამიტომ დროა სადმე ჩამოვსხდეთ. მე წვნიანი ძალიან მიყვარს, ამიტომ ტრადიციულ სლოვაკურ წვნიანზე შებაჩერი არჩევანი და ასეთი ნივრის კრემ-სუპი დავაგემოვნე. ამასობაში დაამდა და დროა ბრატისლავას დავამშვიდობო. თუ მოგეწონა ვიდეო არ დაგავიწყდეს და ალაიქო და გამოიწერო ჩემი არქივი. შემდეგ ვლოგში კიდევ უფრო მაგარ ადგილს გაჩვენებ. არ